კონკრეტულად რომელი სკოლის დირექტორებმა გაათავისუფლეს პედაგოგების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მათ გვარებს პარტია თავისუფალი საქართველო და საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია ასახელებს. გარდა ამისა, ასოციაციის თავმჯდომარე ლია ნიკოლაიშვილის სკოლებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს. პედაგოგები განათლების მინისტრობის კანდიდატთან გიორგი მარგველაშვილთან აპირებენ შეხვედრას. მათ სურთ, რომ უშუალოდ მარგველაშვილს დაუზიარონ ის მოსაზრებები, რაც მათ ჩამოაყალიბეს სკოლებისთვის ღირსების დასაბრუნებლად. დრო არის თანდათანობით ეტაპობრივად სკოლა დაუბრუნდოთ მის პირვანდელ სახეს, სადაც მოსწავლეთა აღზრდა განათლების საქმე იქნება უპირველესი საკითხი. ეთერიშვილი ქეთინო, რომლის მეუღლე დისციპლინარული საბჭოს თავმჯდომარე გახდა და მისი მეუღლე იყო სპეცრაზმელის მეთაური, სადაც მისი ხელით ხდებოდა დარბევა 7 ნოემბერს 26 მაისს და იღებდა პრემიებს და თვითონ ეს ქალი ამაყობდა, რომ ამ პრემიით ყიდულობდა ბინას და ცხოვრობდა გადასარევად. შემდეგი ლაურა ტიღაშვილი, რომლის მეუღლე იყო ორთაჭალის ციხის უფროსი, მანანა მიქელაძე ფსიქოლოგი, რომლის ქმარი და შვილი იყვნენ გლდანის მერვე საპროფილის ბადრაგები. ზუსტად ქალბატონა მანანა მიქელაძის მეზობელია ბადრაგი ქალი მაიამ გალობლიშვილი, რომელთა ხელით დაიწერა განცხადება და მე გამათავისუფლეს სკოლაში.